800,000 ევროს ფარგლებშია გამოყოფილი და სადღაც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება მე-40 ბაღში ეს პროექტი. და რაც მთავარია, ჩვენ ქალაქი მუნიციპალიტეტი არის მერების ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი და გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის ემისიების გაფრქვევის შემცირების კუთხით და რამოდენიმე პროექტი ჩვენს ქალაქში უკვე განხორციელდა და შემდგომშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები რაც გვაქვს აღებული 2020 წლამდე მთლიანად ამ ფარგლებში ჩვენი ვალდებულებები რო შევასრულოთ. რუსთავის მუნიციპალიტეტი მიიღებს აბსოლუტურად ენერგოეფექტურ ბაღს, სადაც იქნება ყველა ენერგოეფექტური ღონისძიება გათვალისწინებული და ამის შედეგი არის ენერგიის დაზოგვა მოხდება და აგრეთვე ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაც მოხდება.